გადიხართ, როცა თქვენი ლოკომოტივი არის ჩემი კოლეგა ზალუდუმაშვილი. საგამშვიდობის საინდა დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. დიდი ხანია თქვენ ეთერში არ ყოფილი ვარ და სამწუხაროდ ისევ მიწევს აქტიური სოციალური ცხოვრების დაწყება, რაც სიმართლე გითხრათ არ მახარებს, მაგრამ რას იზავ. ჩვენ გვახარებს, კარგი ინტერვიუები გამოგდის ხოლმე თქვენთან, ასე რომ ძალიან კარგი რომ ისევ გააქტიურდით. ხო, რაც შეეხება საქართველოში ხო იცით ორი რაღაცა არის დაულეველი, ეს არის ჭორების ფაბრიკა და კასანდრები, წინასწარმეტყველები, რომელმაც ყველაფერი იციან წინასწარ, მერე როდესაც შედეგი დადგება, მათი პროგნოზი არ მართლდება, მაგრამ უკვე არავის აღარ ახსოვს, რომ კითხოს ამას რომ ამტკიცებდი, როგორ გამოგივიდა ეგო. ამიტომ მოდით საქმეზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ თქვენ შესავალ სიტყვაში ძალიან სწორი აქცენტი იყო იმაზე, რომ ქალაქში, სადაც მრავალი ათასი ადამიანი უფასო სასადილოზეა დამოკიდებული, სადაც 30,000-ზე მეტი ოჯახი სოციალურ შემწეობას ელოდება ყოველთვიურად, ეს ქვიშის პატარა ორმოში ბავშვების თამაშები პოლიტიკური უნდა დამთავრდეს. არ შეიძლება ხალხი არის ხალხს არჩევნების მიმართ აქვს დაკარგული სრულიად ნდობა, იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობს ბრტყელი სიტყვები და არავინ არ ელაპარაკება იმ გასაჭირზე, რომელიც მათ აქვს. ვილაპარაკოთ საცობებზე, ვილაპარაკოთ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, როდესაც ქვეყანაში 3%-იანი ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის ბუკნაღარით ხდება ხელისუფლება და ამბობს, რომ ამისთან აწარმოება არავის არასოდეს ქონიაო. ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გაჩერებულია გზების მშენებლობა, გაბერილი არის ბიუროკრატიის რაოდენობა, ყველა დასაშვებ ზღვარს მიღმა. თუ ჩვენ გეგმებზე ვილაპარაკებთ ნაციონალური მოძრაობის, ჩვენ ახლა ოლიმპიელები არა ვართ, რომ მონაწილეობა არჩევნებში იმიტომ მივიღოთ, რომ უბრალოდ ამ დღესასწაულის მონაწილეები ან მოწმეები გავხდეთ. ჩვენი მიზანი არის გამარჯვება, რაც შეეხება ბატონ ზალიკო-უდომაშვილს, 15 წელიწადი მის ხელში გადიოდა ყველა მთავარი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ახალი ამბები და დამერწმუნეთ, გაცილებით უფრო მეტი კომპეტენცია, ცოდნა აქვს ვიდრე ბევრ პოლიტიკოს, რომელიც მრავალი წელი მე შევეცდები ჩასაფრებული პოზიციიდან დაგისვათ ეს კითხვები, კი არა და კი ბატონო და მეც მეგონა, როდესაც